რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ მეკითხებით ალიანსი ნაციონალების და თავისუფალი დემოკრატების, აბსოლუტურად რეალურია და ჯერ კიდევ 2009 წელს შეინიშნებოდა ეს ლტოლვა, ურთიერთლტოლვა ერთმანეთისადმი და უფრო მეტიც ჩვენ 2 წლის წინ პირადად ჩვენ, თქვენი მონამორჩილი და სხვები ჩვენს პოლიტიკურ ძალაში ლიდერები ამბობდნენ, რომ ეს ასე იქნება. უფრო მეტიც, როდესაც ჯერ კიდევ თავისუფალი დემოკრატები იყვნენ ქართულ ოცნებაში გაერთიანებულები, უკვე მაშინ ემჩნეოდა და მაშინ ვიცოდით, რომ ისინი როგორც კი სიტუაცია დადგებოდა, ისინი წამოვიდოდნენ იქიდან, სადაც მოხვდნენ ერთი ადამიანის დიდი ავტორიტეტით და სამწუხაროდ ამას არ აფასებენ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, უბრალოდ მე გვერდით მდგომი ადამიანი უყურებ ამას ასე. და არაფერი შემთხვევითი არ არის, არც ის არის შემთხვევითი, რომ ქართულ ოცნებაში არსებული ჯერ კიდევ იქ არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა მისტირის ნაციონალურ მოძრაობას და ამბობს, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქართული დემოკრატიის იქნება ნაციონალური მოძრაობის გათეთრება არა, ფეხზე დაყენება და გადარჩენაო. ხოლო ასევე ერთ-ერთი ლიდერი ამავე პარტიიდან ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია და ამბობს კიდევ რომ აი სულ მალე პარლამენტში ახალ არჩევნებში 2016 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე მეგონა ბერძენიშვილმა თქვა ეს მეორე ადგილზე გავა ალასანიას პარტია. ჩვენ არ გონია რომ ეს ასე არის, მაგრამ გონია ის რომ არა თანამდებობებისადმი ლტოლვა ნაციონალებთან ერთად ალბათ პერსპექტივაში იქნებოდნენ და შეიძლება იყვნენ კიდეც გარდა თქვენს მიერ შენაკითხი პარტიისა, ანუ თავისუფალი დემოკრატებისა, რესპუბლიკელებიც. ესე ჩანს, ესე იკვეთება კონტურები პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა ისინი ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს, მაგრამ თითქმის წამს ბოლო მაგვირგვინებს. ბატონო, კონკრეტული ფაქტები გახსენდებათ და იქიდან გამომდინარე ცით კონკრეტული ფაქტები, აი ეს ციტირება რაც მოვახდინე და ბევრი ასეთი არის, იცით, იგივე ვეტოსთან დაკავშირებით, იგივე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, იგივე 2009 წელს მაშინ მე უკვე ზევნილი ვიყავი, მაგრამ ხო ვადევნოდი თვალყურს ჩვენი თანაპარტიელები მიტინგებთან დაკავშირებით, იგივე 26 მაისთან დაკავშირებით მაშინ ნაციონალებმა და ეხლანდელმა თავისუფალმა დემოკრატებმა აბსოლუტურად ერთი პოზიცია დაიჭირეს და ხალხი, რომელიც რუსთაველზე გადაჯეგეს და მათივე თანამოქალაქენი, ჩვენი თანამოქალაქენი, არამხოლოდ ჩვენი თანაპარტიელები სისხლის მდინარეები დააყენეს, მათ რატომღაც ამის შესახებ არაფერი არ თქვეს, პირიქით რაღაცა გარკვეული გამონათქვამებიც იყო. ამიტომ საზოგადოებაშიც არის ესეთი განცდა და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის გამორიცხული ამ პერსპექტივაში ამ გაერთიანებას საქართველოს პრეზიდენტიც კი დაემატოს. იმიტომ რომ მე ვერ ხედავ, რომ მას რაღაცა განსხვავებული ხედვები ჰქონდეს ამ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ პოლიტიკური ჯგუფებისაგან განსხვავები და შესაძლებელია ყველა სიტუაციაში რთულ პოლიტიკურ, რთულ სოციალ-ეკონომიკურ ესეთი რამ მოხდეს. და ახლა როდის შეიძლება ველოდოთ მათ გაერთიანებას ესე? მე ვერ ვგეტყვით ახლა როდის. ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, როდესაც ახალი საელჩო და ელჩი როდის გადაწყვეტს რომ რაღაცა ფორმით მოხდეს მათი გაერთიანება. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, იმიტომ რომ წინა ელჩი როგორ იყო ჩართული ამ საქმიანობაში, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, ფლობთ სიტუაციას ყველანაირად და შესაძლებელია, მაგრამ მე არ დაბეჯითებით არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკაში პროცესების ხედვას თავისი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ესე ვხედავთ. შეიძლება ასე იყოს არანაირი პირადი ამ ადამიანების საწინააღმდეგო ჩვენ არ აქვს პირადად მე ძალიან ბევრს კარგად ვიცნობ და ამხანაგად მიგვაჩნია, მაგრამ ეს ასეა. და არ უნდა დაუმალოთ საზოგადოებას. უნდა ვთქვათ, რაც არის.